21 საუკუნის ომები მხოლოდ ფიზიკურ ფრონტებზე და საბრძოლო ველებზე არ მიმდინარეობს. ისინი ასევე კიბერსივრცეშიც იბრძვიან. ელიტარული ჰაკერების სპეციალური არმიები და კიბერომის სარდლობები ასრულებენ მრავალფეროვან შეტევით და თავდაცვით ციფრულ ოპერაციებს, ჯაშუშობიდან ინფრასტრუქტურის მოშლამდე და ინფორმაციული ომის წარმოებამდე, დრების წინააღმდეგ. სოფლიოს მრავალი წამყვანი სახელმწიფო ამ საქმიანობაში მონაწილეობს. მათ შორის არიან შეერთებული შტატები, ჩინეთი, ისრაელი და გაერთიანებული სამეფო. თუმცა ამ ქვეყნების უმრავლესობას მკაცრი შეზღუდვები და წესები აქვს იმის შესახებ, თუ როგორ იძენენ, წვრთნიან და ამუშავებენ თავიანთ ჰაკერებს. რუსეთი კი ასეთ წესებს ან მორალურ კოდექსებს არ იცავს. მისი ფედერალური უსაფრთხოების სამსახური FSB აქტიურად ირებს თავის რიგებში ყველაზე საშიშ კრიმინალ ჰაკერებს. იმის ნაცვლად რომ ისინი ციხეში გაგზავნოს. თაღლითები, საბანკო ბარათების თაღლითები, მაამლე პროგრამების შემქმნელები, გამოსასყიდი პროგრამების ოპერატორები, ჰაკერული ჯგუფები, რომლებიც კომპანიების ქსელებში სისუსტეებს პოულობენ, არღვევენ მათ დაცვას და უკანონოდ იპარავენ კომერციულ საიდუმლოებებსა და სენსიტიურ მონაცემებს. ეს ის ხალხია, რომელსაც ვლადიმერ პუტინმა 2017 წლის რუსეთის ყოველწლიურ სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე ხელოვანები უწოდა და განაცხადა, ისინი ხელოვანებივით არიან. თუ უკარ ხასიათზე არიან, დილით იღვიძებენ და იწყებენ სურათების ხატვას. ჰაკერებიც ასე არიან. დილით იღვიძებენ, კითხულობენ ახალ ამბებს საერთაშორისო მოვლენებზე და თუ პატრიოტული განწყობა აქვთ, მაშინ ისინი ცდილობენ საკუთარი წვლილი შეიტანონ, როგორც სწორად მიაჩნიათ, ბრძოლაში იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც რუსეთზე ცუდს ამბობს. საინტერესოა, რომ იმავე გამოსვლის დროს პუტინმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი სახელმწიფო დონეზე ჰაკერულ საქმიანობას არ ეწევა და არც აპირებს. პირიქით, ჩვენ ვცდილობთ ქვეყნის შიგნით მასთან ბრძოლას. მაგრამ როგორც ბევრი რამ, რაც პუტინის პირიდან გამოდის, ეს, რა თქმა უნდა, აშკარად ყუილი იყო. მიუხედავად იმისა, რომ კრემლი მაქსიმალურად ცდილობს თავისი უკანონო ქმედებების დაფარვას, არსებობს უამრავი მტკიცებულება, რომელიც ამას ადასტურებს. ის მხოლოდ სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ ჰაკერულ საქმიანობას არ ეწევა. არანაირი პრობლემა არ აქვს იმაში, რომ დაიქირაოს ჰაკერები, რომლებსაც უკანონო და სრულიად არამორალური საქმიანობის გამოცდილება აქვთ. ასე კიბერომის ოპერაციებს ქვეყნების უმეტესობა არ აწარმოებს. მაგალითად, აშშ-ში კიბერუსაფრთხოების ექსპერტებს შეუძლიათ განაცხადი შეიტანონ სამთავრობო ჰაკერების პოზიციებზე, ისეთ სააგენტოებში, როგორიცაა კიბერუსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტო ან შინაგან უსაფრთხოების დეპარტამენტი. განაცხადის პროცესი რთულია, მოიცავს დეტალურ შემოწმებებსა და რთულ გამოცდებს, რათა საუკეთესოები გამოავლინა. ჩინეთში კი მთავრობა ხშირად ამჯობინებს headhunting-ს, რათა ქვეყნის წამყვანი IT კომპანიებიდან ყველაზე ნიჭიერი ადამიანები მოძებნოს. მაშინაც კი ისეთ ქვეყნებში, რომლებიც შეიძლება შედარებით ნაკლებად კეთილსინდისიერად და უფრო კორუმპირებულად ჩაითვალოს, როგორიცაა ირანი და ჩრდილოეთ კორეა, არსებობს მკაფიო პროცედურები. მაგალითად, სამხედროები შეიძლება მონაწილეობდნენ ნიჭიერი IT ექსპერტების შერჩევასა და მომზადებაში. ან ბავშვ გენიოსებს შეიძლება შესთავაზონ ადგილები ელიტარულ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლებში და ჩართონ ინტენსიურ კომპიუტერული პროგრამირების კურსებზე. მეთოდები განსხვავდება, მაგრამ ყოველთვის მაინც არსებობს გარკვეული წესები. რუსეთში, როგორც ჩანს, მხოლოდ ერთი წესი არსებობს, რომელიც ნამდვილად მნიშვნელოვანია. არ გააკეთო არაფერი სახელმწიფოს წინააღმდეგ. სანამ ჰაკერები ამ წესს ემორჩილებიან და თავიანთ ძალისხმევას სხვა ქვეყნებში მდებარე სამიზნეებზე მიმართავენ, რუსული ბანკების, ბიზნესების ან თავად კრემლის ნაცვლად, მათ ფაქტობრივად შეუძლიათ გააკეთონ რაც უნდათ და დაუსჯელად დარჩნენ. ზოგიერთს კი კიდევაც აჯილდოებენ ფესეზებში თანამდებობებითა და პრივილეგიებით. ასია ეს უკვე 10 წლეულებია, ჯერ კიდევ ინტერნეტის საწყისი დროიდან. მაგალითად, 1990-იან წლებში რუსეთში უკვე საკმაოდ ფართო ჰაკერული საზოგადოება არსებობდა და ბევრი რუსი ჰაკერი შეიძლება აღეწერათ როგორც მეამბოხეები ან თავისუფალი სულები. მათგან ბევრი ანტისისტემური იყო, როგორც სხვა ქვეყნების ჰაკერები მთელ მსოფლიოში და სურდა თავიანთი უნიკალური უნარები ინფორმაციის თავისუფალი მიმოქცევის ხელშეწყობისთვის გამოეყენებინათ. თუმცა, შემდეგ მოხდა მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენა, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა რუსული ჰაკერული სცენის სახე. ეს მოვლენა იყო მეორე ჩეჩნეთის ომი. 1999 წლის აგვისტოში ჩეჩნეთიდან ისლამისტი მუჯაჰედინები შეიარაღებული თავდასხმებით შეიჭრნენ რუსეთის რესპუბლიკა დაღესტანში, რათა მხარი დაეჭირათ რეგიონის სეპარატისტი ამბოხებულებისთვის. მათ სურდათ შეექმნათ გაერთიანებული დაღესტანი და ჩეჩნეთი, რომელიც ისლამური მმართველობის ქვეშ იმოქმედებდა და ყველა რუსს გააძევებდა ამ ტერიტორიიდან. რუსეთის მთავრობა ჩაერია და ადგილი ჰქონდა მოკლე ბრძოლას, სადაც რუსეთის სამხედრო ძალების სიმრავლე გადამეტებული არ მოჩნდა ამბოხებულებისა და სეპარატისტებისთვის. კონფლიქტი იქ შეიძლებოდა დასრულებულიყო, მაგრამ 1999 წლის სექტემბერში 4 რუსულ ქალაქში საცხოვრებელი კორპუსების აფეთქებების სერია მოხდა, რასაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. მიუხედავად იმისა, რომ ამ მოვლენებს გარკვეული წინააღმდეგობები და საიდუმლოებები ახლდა თან, ასევე არ არსებობდა დამაჯერებელი მტკიცებულება, რომელიც აფეთქებებს ჩეჩენ ამბოხებულებს უკავშირებდა.
იმ დროს რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი ამ ინციდენტები გამოიყენა საბაბად, რათა დაეწყო ჩეჩნეთში სრულმასშტაბიანი შეჭრა და რეგიონზე სრული კონტროლი დაემყარებინა. ასე დაიწყო სისხლიანი ბრძოლა, რომელიც თითქმის 10 წლეულს გაგრძელდა, 10,000-ობით მსხვერპლით და საბოლოოდ დასრულდა იმით, რომ რუსეთმა ჩეჩნეთზე კონტროლი დაამყარა და საკუთარი მთავრობა დააყენა. ბუნებრივია, როდესაც რუსული ტელეარხები აჩვენებდნენ საცხოვრებელი სახლების აფეთქებების შედეგებს და ეროვნული გაზეთების სათაურები ამ სისასტიკეს ჩეჩენ მეამბოხეებს აბრალებდნენ. რუსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი აღშფოთებული იყო და სრულად უჭერდა მხარს კრემლის სამხედრო მოქმედებებს. ზოგიერთმა კი მხარდაჭერა კიდევ უფრო შორს წაიღო. მაგალითად, ჰაკერთა ჯგუფმა, რომელმაც თავი სიბირის ქსელურ ბრიგადად მოიხსენია, გადაწყვიტა საკუთარი კიბერომის კამპანია. დაეწყო ჩეჩენ ძალების წინააღმდეგ. ჯგუფი დაარსა თომსკის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტმა დმიტრი ალექსანდროვმა. 7-კაციანი გუნდი იყენებდა შედარებით მარტივ ჰაკერულ ტექნიკებს, რათა ქაოსი შეეტანა ჩეჩენთა ვებგვერდებს. ისინი ძირითადად ეყრდნობოდნენ განაწილებული მომსახურებაზე უარის თქმის, ანუ DDoS შეტევებს მაგალითად, რაც გულისხმობდა დიდი რაოდენობით მოთხოვნების გაგზავნას კონკრეტულ ვებგვერდზე, რათა გადატვირთულიყო მისი სერვერები და შეწყვეტილიყო მუშაობა. ისინი ასევე ახორციელებდნენ ვებგვერდების დეფეისმენტის შეტევებს, რაც გულისხმობდა ადმინისტრაციული ცდომის მოპოვებას გარკვეულ ვებგვერდებზე და მათი გარეგნობის ან შიგთავსის შეცვლას. რუსული მედია იმ პერიოდში რეგულარულად აშუქებდა ჯგუფის რომელშიც შედიოდა კავკასიის ცენტრის ვებგვერდის მთავარი გვერდის დეფეისმენტიც, რომელიც შეიცავდა ჩეჩენ მებრძოლთა გზავნილებს, რომლებიც მიმართული იყო მათი მიმდევრების, მხარდამჭერებისა და პოტენციური რეკრუტებისადმი. ჩეჩენური მედია კი ამტკიცებდა, რომ ამ თავდასხმების მასშტაბიდან გამომდინარე, ისინი სავარაუდოდ დამოუკიდებელი მოყვარულების საქმე არ იყო, არამედ სახელმწიფო მხარდაჭერილი ჯგუფის. მართლაც მათ რუსული ფესბესაც კი დასდეს ბრალი ამ თავდასხმების განხორციელებაში. ეს არასოდეს დამტკიცებულა საბოლოოდ, მაგრამ ეს იყო პირველი მნიშვნელოვანი შემთხვევა, როდესაც რუსეთის უსაფრთხოების სამსახური გარკვეულწილად დაუკავშირეს კრიმინალ ჰაკერებს. ეს ნამდვილად არ იქნებოდა ბოლო შემთხვევა. მართლაც, 90-იანი წლების დასასრულს და ახალი 1000 წლეულის დაწყებისას, რუსული ჰაკერული ჯგუფები და დამოუკიდებელი ჰაკერების გამოჩნდნენ, რომლებიც ახალ ტექნიკასა და ინსტრუმენტებს ავითარებდნენ, რათა თავიანთი თავდასხმები უფრო ეფექტური გაეხადათ. ასეთი ინსტრუმენტები იყო მაგალითად მასიანიას ელფოსტის ჭია. 2002 წელს გამოშვებული ეს მავნე პროგრამა იყენებდა ტექნიკებს, რომლებიც ადრე მელისას ვირუსმა გაავრცელა. ჰაკერებმა მას სახელი მისცეს პოპულარული რუსული ანიმაციური პერსონაჟის, მასიანიას მიხედვით. და ავრცელებდნენ ელფოსტის მიმაგრებული ფაილების სახით. მიმაგრებული ფაილები ერთი შეხედვით უდანაშაულოდ გამოიყურებოდა, მაგრამ თუ მსხვერპლი დააცკაპუნებდა მათზე, კომპიუტერი ინფიცირდებოდა და ვირუსი გავრცელდებოდა, რადგან თავის ასლს მსხვერპლის კონტაქტების სიაში ყველას უგზავნით. ერთად ეს ინფიცირებული კომპიუტერები ბოტნეტებს ქმნიდნენ. ინფიცირებული მოწყობილობების უზარმაზარი ქსელები, რომელსაც კიბერდამნაშავეები იყენებენ, მაგალითად DDoS შეტევების ჩასატარებლად. და როცა რუსული ჰაკერული საზოგადოება ვითარდებოდა და ფართოვდებოდა, ახალი ფიგურები გამოჩნდნენ, რომლებიც წინ მიუძღოდნენ. ერთ-ერთი ასეთი ლიდერი იყო პეტერ ლევაშევი, რომელიც ასევე ცნობილია სევერას სახელით, თვითგამოცხადებული ინტერნეტის სპამის მეფე. და ეს მეტსახელი გადაჭარბებული არ იყო. ლევაშევის სპამის შეტყობინებები მთელ მსოფლიოში უამრავ ადამიანს შეეხო. ვინც კი ინტერნეტში იყო და მეილის აქტიური ანგარიში ჰქონდა, 2000-იანების დასაწყისში დიდი ალბათობით მინიმუმ 1 თუ არა 100-ობით სპამის შეტყობინებას მიიღებდა, რომლის კვალიც ამ კაცამდე მიდიოდა, რომელსაც ეკუთვნოდა პლანეტის რამდენიმე ყველაზე დიდი და ძლიერი ბოტნეტი. სხვადასხვა ქარდინგისა და სპამის სქემებით, სევერა რუსული კიბერდამნაშავეთა იმპერიის სათავეში მოექცა და ის მოქმედებდა დაუსჯელად. საჯაროდაც კი აზიარებდა ფასების სიებსა და რეკლამებს თავისი სერვისებისთვის ინტერნეტში. რუსეთის სამართალდამცავებს ეს მასალები აუცილებლად უნახავდათ და შეეძლოთ სევერას წინააღმდეგ ემოქმედათ. მაგრამ ასე არ მოიქცნენ. მაგრამ სანამ ავხსნით რატო? თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს და თუ ჯერ აგებ გამოწერა, ეხლა საუკეთესო დრო ამისთვის. ეხლა მიზეზი, რატომაც FSB-მ უბრალოდ არ ჩასვა ლევაშევის ციხეში, ის იყო, რომ მათ გააცნობიერეს, რამდენად სასარგებლო შეიძლებოდა ყოფილიყო მისი ნიჭი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მან შექმნა აქტივისტური ჯგუფის სახელად სამოქალაქო ანტიტერორი. საწყისში ეს მოძრაობა დაარსდა როგორც გზა, რომ სხვადასხვა ჰაკერთა ჯგუფები გაერთიანებულიყვნენ საერთო დროშის ქვეშ, რათა მათ უფრო მარტივად ემოქმედათ და ეფექტურად შეეთანხმებინათ თავდასხმები ჩეჩნეთის წინააღმდეგ. შემთხვევითი DDoS შეტევები და გადაფუთული ვირუსები დროთა განმავლობაში ნაკლებად ეფექტური გახდა, რადგან კიბერუსაფრთხოება გაუმჯობესდა. ამიტომ რუს ჰაკერებს მეტი მოხერხებულობა დასჭირდათ, რათა სერიოზული ზიანი მიეყენებინათ მოწინააღმდეგეებისთვის. სევერას ხელმძღვანელობით მათ ჩეჩნებზე მასშტაბური შეტევა წამოიწვეს. შემდეგ მათ ყურადღებას სხვა სამიზნეებზე გადაიტანეს, რომლებიც ასევე კრემლის მტრები იყვნენ. მაგალითად რუსული ოპოზიციური პარტიები, დამოუკიდებელი მედია საიტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და კიდევ უცხო ქვეყნები, რომლებიც კრიტიკულად აფასებდნენ რუსეთის მმართველობას. სევერასთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა. ბომბავდა პოლიტიკურ პარტიებს თუ აგზავნიდა სწრაფად გამდიდრების სპამ შეტყობინებებს, მსოფლიოს შემთხვევით ადამიანებს. ეს ყველაფერი ერთნაირად მუშაობდა და სარგებელს აძლევდა. ხოლო გამოყენებული მექანიზმები ძირითადად ერთნაირი იყო. წლების განმავლობაში ჭორები ვრცელდებოდა, რომ სევერა ალბათ რუსეთის მთავრობისთვის რაღაც სახის ფრილანსერად ან კონტრაქტორად მუშაობდა. განსაკუთრებით 2007 წელს,
როდესაც მისი უზარმაზარი ბოტნეტები გამოიყენეს მასშტაბური კიბერშეტევისათვის ესტონეთზე. წლების შემდეგ ორდიკოსებმა ნაში მოძრაობიდან და მართლიერთიანი რუსეთის პარტიიდან აღიარეს, რომ ამ შეტევაში მონაწილეობდნენ და სევერამაც აღიარა, რომ პარტიასთან თანამშრომლობდა. და ამის შემდეგ მტკიცებულებები კიდევ უფრო გროვდებოდა. დაახლოებით იმავე პერიოდში, როცა ესტონეთზე შეტევა მოხდა, მოსკოველმა პროგრამისტმა ანტონ ნოსკოვმა გადაწყვიტა სევერას სამოქალაქო ანტიტერორისტული ვებგვერდის ასლი შეენახა, რათა მომავალ თაობებს შეეძლოთ მისი ანალიზი. მაშინაც კი, როცა ორიგინალი საიტი საბოლოოდ წაიშალა, ნოსკოვის ასლი დარჩა. შემდეგ 2007 წლის მაისში მას დაურეკა კაცმა რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტიდან, რომელიც FSB-ს ერთ-ერთი განშტოებაა. და უთხრა, რომ მისი დამსაქმებლები ძალიან იყვნენ დაინტერესებულნი სევერასთან თანამშრომლობით და სთხოვა მისი საკონტაქტო ინფორმაცია. ნოსკოვი დახმარებით დაინტერესებული არ იყო, ამიტომ გადაწყვიტა თავისი ისტორია დამოუკიდებელი ჟურნალისტებისთვის გაეზიარებინა. ფაქტობრივად, მან ფართო საზოგადოებას გაუმხილა, რომ რუსეთის წამყვანი უსაფრთხოების სააგენტო აქტიურად ქირაობდა მავნე ჰაკერებს და ლევაშევი მხოლოდ პროტოტიპი იყო. შემდეგ წლებში კიდევ ბევრმა ისტორიამ იხილა დღის სინათლე, სადაც კრიმინალურ ჰაკერულ ჯგუფებსა და კონკრეტულ პირებს FSB უკავშირდებოდა არა იმისთვის, რომ დაესაჯათ ისინი დანაშაულისთვის, არამედ საიდუმლო სამთავრობო გარიგებებით დაიჯილდოებინათ. მიუხედავად იმისა, რომ დეტალები შემთხვევიდან შემთხვევამდე განსხვავდებოდა, ამ ისტორიების უმეტესობა ერთსა და იმავე სცენარს მიყვებოდა. კრიმინალური ჰაკერები ჯერ თავიანთი უკანონო საქმიანობით იხვეჭდნენ სახელს, როგორიცაა საკრედიტო ბარათების ქურდობა, სპამის ოპერაციები, ბოტნეტების შექმნა, მსხვილი ვებგვერდების გატეხვა, DDoS შეტევების ორგანიზება, ან მავნე პროგრამებისა და ვირუსების გავრცელება. ეს ფაქტობრივად მათი შესაძლებლობების დამტკიცების გზა იყო. მრავალი მათგანი შემდეგ პოლიტიკურად მოტივირებულ თავდასხმებზე გადავიდა. იქნება ეს ჩეჩენთა ვებგვერდებზე, ნატოს ქვეყნებზე, უკრაინაზე თუ სხვა მიზნებზე თავდასხმა. ეს იყო მათი გზა ეჩვენებინათ, რომ მათი იდეოლოგიები ემთხვეოდა მთავრობისას. როგორც კი ფედერალურმა უსაფრთხოების სამსახურმა გამოავლინა ჰაკერები, რომლებსაც განსაკუთრებული უნარები და ინტერესები ჰქონდათ, რომლებიც თავად სამსახურის ინტერესებს ემთხვეოდა, ისინი მათ უკავშირდებოდნენ. ხანდახან სთავაზობდნენ არაფორმალურ ან ფარულ თანამშრომლობას, ხოლო სხვა დროს პირდაპირ იღებდნენ მათ სააგენტოს მზარდ და ძლიერ ჰაკერთა არმიაში. ეს ყველასთვის მონგებიანი იყო. ჰაკერები იღებდნენ მთავრობის დაცვას და სისხლის სამართლებრივი დევნისგან თავისუფლებას, რაც მათ საშუალებას აძლევდა გაეგრძელებინათ თავიანთი უკანონო საქმიანობა. ისინი ასევე სარგებლობენ იმ პრესტიჟით, ფულითა და ძალაუფლებით, რაც კრემლის სახელით მუშაობას მოჰყვება. ამასობაში სახელმწიფო იღებს შესაძლებლობას გამოიყენოს კიბერდანაშაულის სამყაროში ყველაზე გამოცდილი და ექსპერტი ოპერატორები თავისი მიზნების მისაღწევად. მათი მზა ბოტნეტებით, მავნე პროგრამებითა და კრიმინალური ინფრასტრუქტურით, რათა განახორციელოს შეტევითი ოპერაციები და საინფორმაციო ომი, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო მტრებთან. რადგან ამ ყველაფრის დიდი ნაწილი საიდუმლოდ ხდება, სახელმწიფო ინარჩუნებს სარწმუნო უარყოფის შესაძლებლობასაც. საბოლოოდ კრემლი მაინც ინარჩუნებს ძალაუფლებას. თუ ოდესმე დაქირავებული კიბერმერკენარები დაკარგავენ თავიანთ სარგებლიანობას, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს შეუძლია მარტივად მიიღოს ზომები მათ წინააღმდეგ, რაც შეიძლება მოიცავდეს სისხლის სამართლებრივ დევნას, პრიუდევნას, პატიმრობასა და საჯარო დამცირებას. ასეთი იყო დმიტრი დუკაჩევის შემთხვევა, რომელიც ასევე ცნობილია ფსევდონიმით ფორბი. ფორბი პატარა ქალაქიდან იყო და ჰაკინგით ადრეულ ასაკში დაინტერესდა. ის იყო ვიდეო თამაშების დიდი მოყვარული და ადგილობრივ ინტერნეტ პროვაიდერში შეიჯრა, რათა უფასო ინტერნეტზე მიიღოს წვდომა. მას ასევე ჩვევა ჰქონდა, რომ თავისი ქმედებები დაეფიქსირებინა. წერდა ბლოგპოსტებს, სტატიებს და ინტერვიუებშიც კი მონაწილეობდა, რათა თავისი კიბერდანაშაულებრივი კარიერის დეტალები გაეზიარებინა. მაგალითად, 2002 წელს მან დაიწყო მუშაობა რუსულ ჰაკერულ ჟურნალში. ამავდროულად კი საბანკო ბარათების თაღლითურ ოპერაციასაც მართავდა. ის რეგულარულად ტრაბახობდა, რომ ვებგვერდებში შეღწევას ახერხებდა და მალე მოსკოვში გადავიდა, რათა ჰაკინგით მიღებული მოგებით დიდრულად ეცხოვრა. ერთ ღამე ფორბი და მისი რამდენიმე მეგობარი ცდილობდნენ მოსკოვში სათვალთვალო კამერების განადგურებას, როცა მათ სამართალდამცველები მიადგნენ. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი ოფიცერი ფედერალური უსაფრთხოების სამსახურში მუშაობდა და როცა მან ფორდთან საუბარი დაიწყო, ურთიერთსასარგებლო ურთიერთობას საფუძველი ჩაეყარა. შემდეგ წლებში ფორბის ააგენტოს აქტიურ თანამშრომლად იქცა. ბოლოს ის თანამშრომლის პოზიციამდე დაწინაურდა. FSB-ს საინფორმაციო უსაფრთხოების ცენტრში, სადაც მისი ამოცანა იყო დაეკვირვებინა, ეპოვა და დაექირავებინა სხვა კიბერდამნაშავეები, რომლებსაც მისი აზრით ჰქონდათ საჭირო უნარები და აზროვნება სახელმწიფოს კიბეროპერაციების მხარდასაჭერად. ის დროს ატარებდა ჰაკერულ ფორუმებზე ძებნაში, კითხულობდა სხვა მომხმარებლების პოსტებს, ეძებდა ადამიანებს, რომლებიც ერთდროულად ნიჭიერებიც იყვნენ და პატრიოტებიც, სანამ მათ კრემლთან თანამშრომლობას შესთავაზებდა. ამბობენ, რომ მან ეს საქმიანობა 10 წელზე მეტხანს გააგრძელა და ამ პერიოდში უცნობი რაოდენობის კრიმინალი ჰაკერები გადაიბირა. თუმცა 2016 წელს ფორბი FSB-ისთვის უფრო ტვირთი გახდა ვიდრე სარგებელი. ის დააკავეს და ადანაშაულეს საიდუმლო ინფორმაციის შეერთებულ შტატებში გადაცემაში და სახელმწიფოს ღალატის ბრალდება წაუყენეს. მან უდანაშაულობა დაიწრო და ამტკიცებდა, რომ უბრალოდ განტევების ვაცად იყენებდნენ, რაც სრულიად დასაჯერებელია რუსეთის წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ 6 წლიანი პატიმრობა აეცილებინა. გონირული იქნებოდა ფიქრი, რომ ფორბის ამბავი გაფრთხილებად უნდა გამოდგეს სხვა ჰაკერებისთვის, რომლებიც მთავრობისთვის მუშაობას განიხილავენ. თუმცა რეალურად ეს ბევრ მათგანს არ შეუშლია ხელი.
ხელი, რომ PSB-ს შეთავაზებები მიეღოთ, როცა ასეთი შესაძლებლობა ჰქონდათ. Forbes დაპატიმრებიდან 10 წლეულების შემდეგ არაერთი დაფიქსირებული შემთხვევა არსებობს და კიდევ ბევრია, რა თქმა უნდა, რომელიც ოფიციალურად არ ფიქსირდება, სადაც ჰაკერები და ჰაკერული ჯგუფები არაოფიციალურ შეთანხმებებს დებენ რუსეთის მთავრობასთან. თავიანთ უნარებს იხენებენ ისეთი ოპერაციებისთვის, როგორიცაა დასავლეთის არჩევნებში ჩარევა, უკრაინულ ვებგვერდებზე შეღწევა ამ ორ ქვეყანას შორის ომის დროს, ციფრული პროპაგანდის გავრცელება, სენსიტიური ინფორმაციის მოპარვა და გამოძალვის შეტევების განხორციელება. მაგალითად, გარცევობს ცნობილი ჰაკერული ჯგუფი Evil Core, რომელსაც ხელმძღვანელობს მაქსიმ იაკუბეცი, რომელსაც რუსულ მედიაში ხშირად აღწერენ როგორც ჰაკერს, რომელმაც $100 მილიონი მოიპარა და მოსკოვის ქუჩებში Lamborghini დადის დაპატიმრების რისკის გარეშე. რატო? იმიტომ რომ ის დაქორწინებულია ყოფილი მაღალი რანგის PSB-ს ოფიცრის ქალიშვილზე, რომელმაც თავისი გავლენა გამოიყენა არა მხოლოდ Evil Core-ის სისხლის სამართლებრივი დევნისგან დასაცავად, არამედ ჯგუფის სააგენტოსთან დააკავშირა. ბევრი ანგარიში ამტკიცებს, რომ PSB-მ აქტიურად დაავალა Evil Core-ს ციფრული ჯაშუშობისა და აგრესიული კიბერშეტევების განხორციელება ნატოს ქვეყნებზე წლების განმავლობაში. ამის სანაცვლოდ, ჯგუფს საშუალება მიეცა დაუსჯელად ჩაეტარებინა მასშტაბური ფულის გათეთრების ოპერაციები, გამოძალვა, გამოსასყიდი პროგრამები და ფართომასშტაბიანი ქურდობა. ასევე არსებობს არანაკლებ ცნობილი აქტივისტური ჯგუფი Killnet. Killnet ძირითადად Telegram-ის არხების საშუალებით მოქმედებს და 2022 წლის მარტში ჩამოყალიბდა უკრაინასთან ომის საწყის ეტაპზე. მას შემდეგ მან განახორციელა მრავალი DDoS და კიბერშეტევა კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და სახელმწიფო ვებგვერდებზე იმ ქვეყნებში, რომლებიც უკრაინის მოკავშირეებად ითვლებიან, როგორიცაა რუმინეთი, მოლდოვა, ნორვეგია, ლატვია, შეერთებული შტატები და გერმანია. არ არსებობს რაიმე მკაფიო კონკრეტული მტკიცებულება, რომელიც ამ ჯგუფს ან მის იდუმალ ლიდერს, Killmilts, FSB-სთან აკავშირებს. თუმცა ბევრი მკვლევარი მიიჩნევს, რომ თუ კი Killnet-ი უშუალოდ არ თანამშრომლობს უსაფრთხოების სამსახურთან, მას აშკარად აქვს გარკვეული დონის დაცვა კრემლისგან, რადგან მათი ინტერესები ძალიან ახლოს ემთხვევა ერთმანეთს. ეს არის რუსეთის კიბერომის სტრატეგიის შემაძრწუნებელი სიმართლე. საუბარი არ არის ნიჭიერი ტექნოლოგიების ექსპერტების ლეგალური არხებით დაქირავებაზე, ქვეყნის წამყვანი IT კომპანიებიდან საუკეთესოების გადაბირებაზე, ან ეთიკური ჰაკერების წამყვან ტექნოლოგიურ უნივერსიტეტებში მომზადებაზე. ამის ნაცვლად ეს არის ბნელი მიწისქვეშა ბიზნესი, რომელშიც მონაწილეობენ ოფიციალური სამთავრობო სააგენტოები და საეჭვო კრიმინალურ ჯგუფებთან თანამშრომლობენ. ბნელში გარიგებების დადება, რაც ჰაკერებს საშუალებას აძლევს გაავრცელონ ვირუსები და მილიონობით ადამიანი მოატყუონ. ოღონდ პარალელურად კრემლისთვისაც შეასრულონ გარკვეული სამუშაოები. კრემლის საქმიანობის სხვა ასპექტების მსგავსად, ეს არის მახინჯი და საზიზღარი საქმის კეთების ხერხი, მაგრამ სწორედ ამას ველით პუტინის რეჟიმისგან. მაგრამ ეს რეჟიმი ბოლოს და ბოლოს შეიძლება დასასრულს უახლოვდებოდეს. ამაზე უფრო მეტ შეგიძლიათ გაიგოთ ამ ვიდეოში, სადაც დეტალურადაა აღწერილი, როგორაც პუტინის უახლოესი მოკავშირეებიც კი მის წინააღმდეგ გამოდიან და ახლა უკვე მოუწოდებენ თავიანთ ლიდერს, რაც შეიძლება მალე დაასრულოს ომი. ან კიდევ, ნახეთ ეს ვიდეო, რომ ნახოთ, როგორ მიუძღო უკრაინამ რუსეთს დიდი ხნის დაგვიანებული შურისძიება, რომელიც 8 წელი მზადდებოდა. და ბოლოს არ დაგავიწყდეთ არხზე გამოწერა, რომ მიიღოთ მეტი მსგავსი კონტენტი.